გამარჯობათ, მოგესალმებით, ძვირფასოდელი მაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენთან დღეს ბატონი ჯუმბერ თავარტკილაძე იმყოფება სტუმრად, პოლიტოლოგი, რომელთაც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ არა თუ მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ძალიან ელვისებურად ვითარდება ყველაფერი დღეს მსოფლიოში, მით უმეტეს მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებმა, რომელმაც სწრაფი ტემპით დაიწყო პირდაპირ, რომ იტყვი, გაშალა ფრონტის ხაზი და ღიად უკვე დაიწყო მოქმედება ნატოს დაშლასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას არაერთხელ ვამბობთ, მით უმეტეს ბატონ ჯუმბერთან, ბატონ ჯუმბერ, მოგესალმებით. მოგესალმებით და მადლობა მოწვევისათვის. არაერთხელ ჩვენ გავუკეთებია ამის შესახებ განცხადება, რადგან ჩანდა ამის პროგნოზები და არა მარტო ნატოსთან მიმართებაში, არამედ ევროკავშირთან მიმართებაში და ასევე ვაფასებთ მდგომარეობას საქართველოს შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. ბატონ ჯუმბერ, უკვე მართლაც ღიად დაიწყოთ რა მოქმედება, ამას უკვე არავით არის, ესე იგი ფარული და არავით არის, რომ იტყვი რაღაც კულარებში გაკეთებული განცხადებები და არავით არის რაღაც მოტანილი ამბებსაც არ ნიშნავს, ეს უკვე პირდაპირ ღიად ამბობს ეს ადამიანი და თქვა და განაცხადა, რომ მე ვიწყებ ამერიკის ჯარების გამოყვანას ევროპიდან და მათ შორის დაასახელა კონკრეტულად გერმანია. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? მან დაიწყო უკვე ნატოს დაშლის პროცესი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და წამყვანს ბატონ ტრისთან მოგესალმებით. დიახ, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ ეს არის არაადეკვატური პრეზიდენტი, მის სიტყვაზე ნდობა ძალიან რთულია, მაგრამ ის რომ პენტაგონის ხელმძღვანელს დაავალა გამოყვანის გეგმა შეემუშავებიათ, ეს უკვე ფაქტია, რამე თუ თვითონ პენტაგონის ხელმძღვანელმა დაადასტურა, მან დაიწყო ამაზე მუშაობა. გერმანიაში ამერიკას 36,400 კაცი ყავს სამხედრო კონტინენტი და აქედან 5,000-ზე გაყავს 1 წლის განმავლობაში უნდა გაიყვანოს. ანუ მას კვლავ ისე აქვს 2 წელი საპრეზიდენტობა და ფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში კარგად შემონაწილება არის ევროპელი ქვეყნის ლიდერების მიმართ და ეს არის პირველი ნაბიჯი, რითაც უნდა რომ მთლად დაემორჩილოს ევროპა და მთლად დაემორჩილოს ნატო. ეს ზოგადად ამ კაცის ქმედებებს ღმერთის გარდა ვინმე ვერ გამოიცნობს. ანუ რო იტყვიან სამი ხუთშაბათი აქვს ხალხს, აი ასეთი ტიპი და ანუ დღესდღეობით ამას იტყვის. საღამოს ხო ვერ ხვის ფოთოლივით არის, საიდანაც ქარი მოუქრის, იქეთ იმ მიმართულებას იღებს ხოლმე და ეხლა ეს ხელაღები ნატო რო საბოლოო ჯამში დაიშლება, ამაში მე ეჭვი არ მეპარება და ამაში თვითონ არაერთხელ გითხრათ ამის შესახებ გადაცემას. და პოლონეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო დაიშალა, კომენტარი გააკეთა რა. ეს მიანიშნებს იმას, რომ პირველ რიგში საქმე რა შეიძლება, ირანსა და ამერიკის შორის ისრაელ, ირანსა და ამერიკის შორის ომმა დაამტკიცა, რომ ნატო უმოქმედოა, არ არის შესაძლებლობები მას არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც ამერიკელმა გადამხდელმა რატო უნდა გადაიხადო გადასახადები და ფული რატო უნდა ეხადო, როცა ევროპას საერთოდ არ აყავს ჯარი და როცა მართლაც ახლა მოდი ადამიანად რო ავიღოთ, კაცო ამდენი წლებია გიცავს, გინახავს და ასე შემდეგ და მას დაჭირდა, უნდა მინიმუმ სიტყვით უნდა დაეხმარო, ხო? ამათ სიტყვითაც გაემიჯნებს ტრამპს. იმიტომ რომ ამ კუთხით მოდი მეორე მხრიდან შევხედოთ, სანამ ტრამპი რომ მოვიდა პირველ 6 წლის განმავლობაში სულ აკეთებდა ისეთ განცხადებას, რომ აი შერვაწყობას აყენებდა ევროპელი ტერებს, არაფრად არ მიაჭდა, გრენლანდია უნდა ეყიდა, იქეთ კანადა და ასე შემდეგ და ეს ევროპელი ლიდერები განაწყენებული არიან. მაგრამ საქმე რაშია, პოლიტიკაში პირადი განაწყენება არ შეიძლება, პირადი განაწყენება არ შეიძლება რა. რამე თუ პოლიტიკა არის ხელოვნება და ხელოვნებას აწყენი კაცი ვერ შექმნის ხო. და მე პირადად გულწრფელად გეტყვი, ვხედავ ნაბიჯებს, რომ ჩვენ 2028 წელში, მაქსიმუმ 2030 წელში ნატო არ იარსებებს.
იქნება ევროპული რაღაც დაჯგუფება, ან ნატო იქნება ამერიკის გარეშე. არა, ახლა რა ხდება, შეხედეთ, ახლა ევროპის ყველა ქვეყნებში ამერიკის ჯარი დგას აბსოლუტურად, ხო ესეა. ეს ნუ ახლა ძირითადი კონტინგენტი ნატოში ამერიკელები არის 80%. მეორე ადგილზეა თურქეთი. კონტინენტი. არა, ყველაზე მეტი ამერიკული კონტინგენტი. პირველი ამერიკა და მეორე თურქეთი, ხო. ეხლა ევროპის ქვეყნებში დგას ეს ამერიკული ბაზები. ტრამპი ამას ხედავს ახლა სულთა ბიზნესის კუთხით. მე რო შენთან მოვდივარ და უსაფრთხოების ქოლგას გიქმნი, ხო? გიცავ რა. ანუ მეც უნდა ნახო რაღაცა სარგებელი შენგან, ხო? მინიმუმ მხარდაჭერა. ხო. მან ის უფრო არა, კარგი, ეს მხარდაჭერა პოლიტიკური მხარდაჭერა და ეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ის უფრო მეტად უყურებს ეკონომიკური კუთხით, ხო? რომ მე შენ ამ ხელა ძალები რო დაგიყენე და შენ გიცავ, მე უკვე გიცავ და ფაქტიურად მოდი პირდაპირ გიცავ რუსეთის აგრესიის, ხო? სხვიდან ისავს, ხო? ამ ევროპის ქვეყნებს, ხო? შენ უნდა მომცეს სამაგერო რაღაცა. ანუ ევროპა მას სამაგეროს არაფერს არ აძლევს, აბსოლუტურად. და მე თვითონ არც აღარ პოლიტიკურ მხარდაჭერას. ბატონო ტრისტან, თქვენ აღნიშნეთ, რომ ამერიკა იცავს ევროპას რუსეთისაგან. დიახ. ეხლა თქვენ ამ კუთხით ნომერ პირველი სპეციალისტი თუ არა საქართველოში ათეულში გადიხართ, ხო? დამისახეთ ერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთმა თავს დაესხა. არც ერთი ქვეყანა. აი როგორ იცავს მაშინ რუსეთ რა ინტერესი რუსეთ ტერიტორიას სჭირდება რა. და იდეაში ესაა, თქმა. არა, ეს არის აი როგორი მომენტია, იცი? გელი მოდი. კი ბატონო, ხო და ამას სინამდვილეში გულწრფელად გეუბნებით, რომ რუსეთ ტერიტორიები არ ჭირდება, მისი ტერიტორიები დაამუშავოს, ხო? კი ბატონო. იმას ვერ ამუშავებს რა. აი რაში ჭირდება ვინმეს ტერიტორია. ეხლა ყოველ შემთხვევაში ეს არის გელი მოდის, კი, გელი მოდის. ყოველ შემთხვევაში შეხედე, მათი ესე იგი აზროვნება და მათი იდეა რა არის, რომ ჩვენ იმიტომ ფართოვდებით და მიუახლოვდებით რუსეთის საზღვრებთან, რომ ჩვენ ისე რუსეთი არ დაგვესხეს თავს, მაგრამ სულ სხვა მიზანი არის აქ. რა თქმა უნდა, მაგენ ეკატერინე მეორედან დაწყებული სოფლიო, აი ამერიკას და ევროპას სრული აქვს რუსეთი დაშალო ჩაიდონ ხელში ნედლეო ეს მენდელევის ტაბლეტი ის არის ცხრილია ხო რუსეთი არის მენდელევის ცხრილია რა არ არსებობს რაიმე ქიმიური ელემენტი რომელიც რუსეთში არ იყოს ხო აქედან გამომდინარე ეს სრული აქვს რომ სინამდვილეში რუსეთი არავითარ თავს დამსხმელი არ არის არ ჭირდება უბრალოდ დიახ აი რატო ქვია რუსეთს დათვი დათვს ხო უმეტესად ძინავს თუ არ შეახდით, აი დათვი ხომ იდის გზაზე. თუ არ შეაწუხე ის არ შეიძლება. თუ მას საფრთხე არ შევქონი, არც ადამიანს არავის არ ერჩის. ის მიდის თავის ცხოვრების ტემპით აგრძელებს და მიდის თავის გზაზე, ხო? რატომ? აი უბრალოდ ეს არის ფულის მახინა, ფულის მანქანა არის. ამით გამოიმუშავება მილიარდელებს ამ თავდაცვით პროგრამაში. ომში თავდაცვაში ყველაზე დიდი ფული არც ნავთობში, არც ოქროში, არც არ არის იმდენი ფული, რამდენიც თავდაცვაში და ომის მიმდინარე პერიოდში არის. აქედან გამომდინარე, კი, ვერანაირ ეკონომიკურ სარგებლობას ამერიკა ვერ ღებულობს, სანაცვლოდ იღებს ძალიან ბევრ ფინანსურ ფინანსებს იღებს, რომ ის თითქოს და ქოლგა შეექმნას თავდაცვით. სინამდვილეში ევროპას არ ჭირდება თავდაცვა. იმიტომ რუსეთი არავითარ თავდასხმელი არ არის. ევროპას ჭირდება საფრთხე აქვს უფრო მეტად პოლონეთიდან ვიდრე რუსეთიდან. პოლონეთიდან უფრო მეტი საფრთხე აქვს ვიდრე რუსეთიდან. სხვათა შორის თქვენ იმიტომ რომ ბოდიში პოლონეთი არის ნაცისტური გერმანიის გაგრძელებული ხაზი. ის იმ ხაზ ნაცისტური გერმანიის ხაზს აგრძელებს პოლონეთი. დღესაც ნაცისტები იყვნენ და დღესაც იმ ხაზს აგრძელებენ პოლონეთში. სხვათა შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ნაცისტების შთამომავალია. კი ბატონო, დღევანდელი კანცლერი გერმანიის ნაცისტების შთამომავალია. ის ურსულა ფონ დერ ლაიენი ნაცისტების შთამომავალია. თუ ყველა დღეს უყოლა ვინც ახლა ევროპაში მერკელის გამოკლებით ყველა ნაცისტების წარმომადგენელი. ყველა აბსოლუტურად ნაცისტების შთამომავალი არის. ეხლა დაღეთ თქვენ პოლონეთი ახსენეთ და პოლონეთმა დღეს გააკეთა განცხადება და ეს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა ეს განცხადება რომ ჩვენო
აქტიურად ჩავებებითო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთანო და აქტიური მუშაობას დავიწყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთიდან მან ჯარები არ გაიყვანოს. ანუ ჩვენ გვიჭირდება უსაფრთხოების ქოლგა. ანუ რა ხდება? ანუ პოლონეთმა ესე იგი რა იქნება ეს მისი განცხადება რას ნიშნავს? ნიშნავს თუ არა ეს მისი განცხადება იმას, რომ პოლონეთი დათანხმდება ხარკის გადახდაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ მისი ჯარები პოლონეთში დაიყვანოს. ბუნებრივია, პოლონეთი ან რას ეშინია პოლონეთს? სიმართლე გითხრა, აი ცინა ის ერთ ქართული ანდაზარი მელასაციზმებოდა ისებოდა ხო მათ რომ აქ ბუნებაში ვინმეზე თავდასხმა და რაღაცა ბუნებრივია თითქოს ახლა რუსეთთან პოლონეთის მიმართ რაღაც საშრობა არის მე მინდა ტელემაყურებლებს უთხრა რომ არ არის ხალხო რუსეთი ისეთი საშიში როგორც წარმოადგენენ ეს ლიბერალისტები და რატომ არ არის საშიში იცით იმიტომ რომ ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა არ არსებობს რუსეთის ისტორიის ჩვენ წერთა არის მოყოლებული რომ რუსეთი ვინმეს თავდასხმობდა. არ არსებობს ერთი ფაქტიც რო ფაქტია. არ არის ყოველ შემთხვევაში მე არ წამეკითხა თუ ვინმე წაიკითხა და თქვა კი ბატონო ბოდიშ მოვიხდი მაგრამ მე არ წამეკითხავს როცა საბჭოთა კავშირის და სოფლიო ისტორიას კარგად ვსწავლობდი რა. აქედან გამომდინარე არ ყოფილა ასეთი ფაქტი რუსეთი ვინმეს თავდასხმობდა. ნუ ეხლა ყბადაღებულ საქართველოს ნუ ავიღებთ რა ეს სხვა ფენომენია სხვა საკითხი და სხვა რაღაცა. აქედან გამომდინარე პოლონეთს უკრაინიდანაც აქვს საშიშროება. კი. უკრაინები ნაცისტები, თვითონ ნაცისტები და შეიძლება მათ შორის რაღაც მართლაც მოხდეს. ხო იყო კაცო კი. ეს რაღაც მოხდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებ ბატონ ტრისთან, რომ რუსეთი და პოლონეთი არ არის საფრთხე, თუ ისინი ჭკვიანურად მოიქცევენ. ჭკვიანურად მოიქცევაში რას გულისხმობ იმას, რომ რაღაცა შპილკები ახლა ამ ომის პერიოდში არ დაუწყონ რუსეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში და თუ ვინმეს მართლა რაღაცა საფრთხე ემუქრება, კიდევ ერთხელ გეუბნები გერმანიას ემუქრება პოლონეთიდან. თუ ევროპას რუსეთიდან არ არის საფრთხე არ აქვს. და პოლონეთიდან გერმანიას საფრთხე აქვს. მაგრამ ის რაც ახლა პრემიერ პოლონეთის განაცხადა, კი, რა თქმა უნდა, აქაც ფულია. საძირკველი ფულია. დიახ. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხარს გადაეხდის, მაგრამ იმ ხარკიდან ამდენს მიზი და საკუთარი ოჯახის საკითხი თქო არავინ არ იცის. მაგრამ ფული, აქ ყველაფერი საზღვარს ფული. დიახ. მაგრამ ბატონო ჯუბერ ახლა ნახეთ, ნუ ტრამპის ამ განცხადებამ მთელი ევროკავშირი უკვე როგორ აი ძალიან სერიოზულად დააფიქრა. და ამ ტრამპის განცხადებამდე სხვათა შორის გერმანიის კანცლერის განცხადება მოყვა, რომელმაც ძალიან გერმანიის თავდაცვის მიერ ხო მოისმენთ რა ჩვენც აქტიურად ვიმუშავებთ ამერიკასთან რომ დიახ შეფერხდესო ანუ შეაბილა კანცლერის არ იცი პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპმა გააკეთა განცხადება და დაიწყო მოქმედება და გააკეთა გეგმა თუ როგორ უნდა გამოიყვანოთ ავღანეთთან მათ ჯარები ეს ტრამპის დაიწყო ეს პროცესები და შემდგომ ეს ბაიდენმა უკვე იმას რა მოიყვანა დომინოს პრინციპით. ხო, მოიყვანა სისრულეში. ანუ ეს მას ტრამპი დაწყებული იყო. და რაც დაიწყო ტრამპმა გაკეთდა ეს. და მე მგონი რომ ტრამპმა დაიწყო ეს პროცესი და დაჩქარებული წესით დაიწყო. ამიტომ 5000 ახლა ჯარების გადაადგილების და გადაჯგუფებების პროცესები ვიცი როგორ ხდება და თუ რა ყველა პრობლემებთანაა დაკავშირებული ეს და მთელი ესე იგი რომ მითქვი ისინი არის შესაძლებელი სამუშაოები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გადაადგილო კონტინგენტი ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე. მით უმეტეს ახლა ევროპის ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯარების გადასვლა ხო და ჯერ იქ უნდა მოუმზადოს. არა, მან თქვა მე მგონი პრიბალტიკაში უნდა გადაიმაში. ხო. ნუ სადაც ნებისმიერ ქვეყანაში ხო ჯერ იქ უნდა შექმნა პირობები იმისა რომ კონტინგენტი განათავსო და ის იყოს სრულყოფილად განთავსებული ისე როგორც საჭირო არის და ყველა პირობები შექმნილი იქონდეს და მე მამაც წლები უნდა რა ბატონო ჯუბერ მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა უღურე ბატონო დრისა ჩვენ ვსაუბრობთ და თავს არ ვამბობთ დიახ მიზეზი რა არის ხო ამის მიზეზი რა არის იცი დღეს ტრამპი არის დაჭრილი დათვი რომელსაც იმ ჭირობაზე აყრიან მარლის ისე მისი ხალხი და რა ხდება წარუმატებელი ვიეტნამი. წარუმატებელი ავღანეთი. დიახ. წარუმატებელი უკრაინა. დიახ. და წარუმატებელი ირანი. ანუ ის მითი, რომ ამერიკა იყო ყოვლის შემდგომ ქვეყანა აღარ არის. და ამ მითის დაგვირგვინებაში ტრამპმა შეუწყო ხელი.
ტრამპმა რეალურად დაანახა სახე. სახე დაანახა თელ სოფლიოს, რომ ჩვენ შეგვიძლია ძლიერი ჭექა ხვილი და მე რეგულარში დამალვა. ხო ეგრე არა? პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატები წაგებული გამოვიდა ირანთან ომში. კი, ფაქტობრივად ასე არის. არა, ფაქტობრივად რეალურად ასეა. კი ბატონო, ესე არის. კი, ადამიანის ხვერპლი ირანმა უფრო მეტი მიიღო, მაგრამ ფინანსურად, მორალურად და რეალურად ამერიკამ წააგო. დღეს ერთ-ერთი ჟურნალისტი ეკითხება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამერიკაო ზესახელმწიფოა და თქვენო რა გაქვთ მითი საპირწონეო და ჩვენ ზესახელმწიფო ვართ. ახლა უყურეთ რა ხდება. ირანმა განაცხადა უკვე რომ მე ზე სახელმწიფო ვარ. დაადასტურეს. ამით დაამტკიცა ამ ორთვიან ომმა დაამტკიცა და დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდს, სამხედრო ხომალდს ორი ყუმბარა მოხვდა. ესრულეს. ირანმა. რა თქმა უნდა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა რომ ამ სრუტის გახსნასთან დაკავშირებით თუ ამერიკა რაღაცა ზომები ჩაერევა, ჩვენ ამას ცეცხლის შეწყვეტის შეჭერებას დაუკავშირებთ და განვახლებთ ცეცხლს. დღეს ტრამპი გამოვიდა და ირანის ის 14 პუნქტიანი წინადადება ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მუშაობთ. ანუ აქამდე თუ ამერიკას კარნახობდა უკრიმა ირანს, ეხლა ირანი კარნახობს ამერიკას როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციას. და აქედან გამომდინარე ტრამპი არის დაბნეული, მისი გუნდი არის ბრინჯივით მოპნეული და რატომ იცი? უკვე საკუთარ ქვეყანაში ავტორიტეტი დაკარგეს. ნოემბერში საშუალედურ არჩევნებს წააგებენ. მსოფლიო ჰეგემონია აღარ არსებობს. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს საუბარი მილიარდერების წერილები წავიკითხოთ, ჩვენ დავინახეთ რომ ამერიკა ჩვენ დამთაცველი არა და ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ რუსეთთან ერთად საკუთარ თავდაცვითი მექანიზმების შემუშავება. აქედან გამომდინარე ტრამპი 2 საათში რაც გააკეთებს ვერ წარმოიდგინე. მაგრამ ამ აღერვებულ ნიადაგზე თუ ამ ის ფაქტი რაც თქვენ ძალიან მართალი ხართ. იმდენად სწრაფად დაიშლება ნატო რომ მეც კი ვერ წარმოვიდგა. იმიტომ რომ ბიძგები წასულია, ეს კაცი არის იმპულსური კაცი და უკვე ვეღარ შეჭერდება. ვეღარ შეჭერდება, იმიტომ რომ გული აქვს მკვდარი ევროპელი ლიდერებისგან, ყველა კუთხით ევროპელი ყველაფერი აქცია ზურგი. მოახერჩო. აქეთ უკვე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ემუქრება, ჩვენს გარეშე თუ გახვალთ რაღაც სხვა საკითხები წარმოიშობაო, დღეს ავიკითხე. და მოვისმინე, აქედან გამომდინარე, ეხლა ეს კაცი არის გამოუვალ მდგომარეობაში. ამ კაცმა არის ირანთან რა გააკეთოს. ამ კაცმა არის, ეხლა მთელი მსოფლიო აწმება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. სერიოზული. ეს მსოფლიო ლიდერები ამაზე ურეკავი, ჩვენ არ ვიცით რომ ურეკავი, ავათ ვარ ახლა, ავათ კი არის, ხო რა ებსა რო აკეთებ, ეგრე არა. მე მარტო ეს ეკონომიკური კრიზისი ჩვენ ჩვეულებრივ მოქალაქეები მილიარდერებსაც ეხება და მილიარდებს კარგავენ და კი ბატონო. ეუბნებიან შენ ვინ ახარ თუ ასეთი რომ შენ ამასაც აქციელებს ჩადის და ამ კაციდან ყველაფერი ამოსალოს ბატონოსთან. მაგრამ კიდევ ერთხელ გიგო 30 წლამდე ნატოს შეერთება არ იქნება ისეთი ფორმით. კი, ეგ გასაგებია ბატონო ჯუმბერ. ნუ ეხლა ეს კარგი ტრამპის მარტო ტრამპი ეხლა მან არ მოგფეთებს, ხო? მას თავის გარემოცვა ყავს, მას ყავს თავისი მრჩევლები და მას ყავს ის გუნდი, რომელი გუნდიც ის მოგფეთებს და მით უმეტეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს მათმა. ის რომ უზარმაზარი შეცდომა, რომ მათმა დაიწყეს ირანის მიმართულებით სამხედრო ოპერაციები. გასულ ბატონო ტრესთან 2 წლის წინ ჩვენ ეს თემა განვიხილეთ. დიახ. და მეც და თქვენ შევთანხმდით იმ ფაქტზე, რომ სახმელეთო ოპერაციას ამერიკა ვერ გაბედავდა. კი. ხო გასულ? ვისაუბრეთ რა ჩვენ. კი, ამ თემაზე ვისაუბრეთ და ჩვენ გაბედა. ვერ გაბედა. რატომ 25 მილიონი ჩაეწერა კიდე რამდენი და ეხლა უყურე რა ხდება. ამ ომმა შიდა ირანული ოპოზიცია მოახრჩო. კი ბატონო. გამიგე? გამთავრდა. ერი გააერთიანა. გააერთიანა. ტერი მოყვარე გააერთიანა.
მაშინაც ვამბობ და ეხლაც ვამბობ. ამდენად დებილები როგორ არიან, რატო შიდა მენტალიტეტი ვერ შეისწავლის, ირანელი ხალხის მენტალიტეტი როგორ არ შეისწავლის და თუ შეისწავლის ხო მიხვდებოდა რომ ამ ერის გატეხვა შეუძლებელია. აი მაგას ვამბობ, რომ აი ეს არასწორი გათვლები გააკეთეს. ხო, ამ ერს ვერ გასტეხ. კაცმა დღეს გამოვიდა, თქვა მე ვარ სახელმწიფო უკვე. ეს დავამტკიცე. იტყვის, იმიტომ რომ აგერ ვერაფერი ვერ უგდა. აბსოლუტურად რა. ეხლა ნახეთ, მთელი ეს სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც სამხედრო ინფრასტრუქტურას თითქოს გაანადგურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამბობს, რომ თურმე მიწისქვეშ გონია ყველაფერი. ყველაფერი მიწისქვეშ, გარდა მაგისა, ირანმა რა სპარსეთის ყურის ქვეყნებში არ გაუნადგურა ამერიკა. ყველანაირად საერთოდ გამოვდეგარა იქ. სერიოზული დარტყმები მიაყენა სამხედრო ამერიკულ. რა თქმა უნდა. სამხედრო ამერიკულ და აბსოლუტურად ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურა ყველა მუშაობს ეხლა. ყველა მუშაობს. აბსოლუტურად ის ზემოთ რა თქონდა, ბუდაფერიები ქონდა, მაგრამ ესე იგი რა მინდა გითხრათ ახლა მე თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის დომინირებს დღეს ნატოში და არის თავარი რომ ვიტყვი მოქმედი რა, რადგან ის არის ფინანსურადაც, ჯარისკაცების რაოდენობითაც და ტექნიკურ შეერაღებითაც, ხო? როდესაც ნუ ხო იძახიან, მაგრამ ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის ხო იძახიან არა? ხო ასია ესეთი ის დევიზი ხო აქვს ნატოს არა? დევიზი აქვს, მაგრამ წესდებაში ცოტა სხვაგვარად. ხო, არა, რა მინდა გითხრათ, ხო ერთი დაუშვათ თუ ერთი სახელმწიფო შეებება საომარ მოქმედებებში, შესაბამისად უკვე ყველა სახელმწიფოები მათთან ერთად დაიწყეს მოქმედებას, ხო? აი, ნატო, ისა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება საომარ მოქმედებებში ირანთან. რატომ არ, ესე იგი, დაიწყო ნატო მასთან ერთად მოქმედება? ეს ხო არ იყო რაღაც გარკვეული უთანხმოება, ან რაღაც გარკვეული ისა ტრამპის წინააღმდეგ მოქმედება ნატოს მხრიდან. პირველს მოდი ამ კითხვას გავყოფოროთ. პირველი, როცა ნატო რაღაც სამხედრო დაპირისპირება სიძღებს, ამ შემთხვევაში კონსენსუსით ღებულობს იმას და ქვია. ერთობლივ ტრამპმა არანაირი ერთობლივ გადაწყვეტილება არ მიაღებია. და ამით უკვე ტრამპის მიმართ შექმნა კოალიცია. ეს დამოუკიდებელი მოქმედება. და ევროპელებმა შექმნეს კოალიცია მის წინააღმდეგ. ეს არის შეთქმულების თეორია. ტრამპს რო გაევლო ევროპელ ლიდერებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან ყველასთან გაევლო საქმეს ყურში ჩაეყენებდა და კონსენსუსი რომ მიღწეულიყო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ევროპელი ლიდერები ჩაერბებოდა სხვა გზა არ ექნებოდა. მაგრამ ახლა უყურე და ტრამპის მრჩევლებმა და ტრამპის ახლა თვალსურელი კი არ არის, მაგრამ ახლა უყურეთ არანაირი სხვა შედეგი არ დადგებოდა ევროპელი ლიდერებიც რომ ჩართულიყვნენ ვერაფერს ვერ გახდა. ნატოს საკეთილდღეოდ და სამაგიეროში ევროპა გაპარტახდებოდა. აჰა, ეს დაინახეს ევროპელი. რა თქმა უნდა, თავდაცვა და ირანი კრუხში დაბომბავდა ყველას. ინგლისი ერთი ბომბა ჩაგდო, შეერთებული ხო იქ. გერმანია კიდე საფრანგეთი კიდე თუ რა. და ტრამპ აიცოდა აქ კონსენსუსს ვერ მიაღწევდა ევროპელი ლიდერებთან. იმიტომ რომ ტრამპმა თუ არა ამერიკელმა ხალხმა თუ არა ევროპელმა ხალხმა ალბათ როგორც ჩანს ლიდერებმა მინიმუმ იციან ირანული ხალხის მენტალიტეტი. კიდე მენტალიტეტს დავდივარ, იმიტომ რომ იმათ ალბათ უფრო მეტად შესწავლილი ყავთ ირანული მენტალიტეტი და იციან რომ იქ ხალხს გატეხვა მასე არ შეიძლება და ვერ გატეხენ. იქ მტერი მოდის, ყველა ერთიან და მტერი მოყვარა, ყველა ერთიან და მტრის საერთოდ მტრის წინან. ეს იყო შეთქმულებას თეორია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები ტრამპს რომ შეთანხმება დაიწყო მათთან შეთანხმება კონსენსუსს ვერ მიაღწევდა. მან აირჩია თან ამაში მე ვფიქრობ რომ ისრაელი იყო წინააღმდეგი რომ ნატოს ლიდერებთან გაევლო კონსულტაცია, იმიტომ ჩავარდებოდა. ისრაელის პრემიერმა იცოდა რომ ნატოს შიგნით ჩავარდებოდა, კონსენსუსს ვერ მიაღწევდნენ და შეჩერდებოდა ეს პროცესი. და მათ ერთობლივად გადაწყვიტეს ეს და იმიტომაც წაარტყეს ცხვირი. ეხლა რაც ნახეთ, ნუ ახლა ევროპამ დაინახა რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა მას საბოლოოდ შეაქცია ზურგი. ესეც არის ხო, თავიდან ბოლომდე. ეხლა ტრამპის განცხადებამ რომ ტრამპა განაცხადა რომ გერმანიიდან მიწყებს ჯარების გაყვანას და მათ შორის ესე იგი კონტინგენტი. ბოდიში? დიახ. გარდა მაგისა ევროპელი დღეს ის 25% ნალოგი გაუზარდა. კი, ხო. ეხლა ნახეთ რა ხდება, თქვენ თქვის არ იყოს რუსეთი თავს არ ესმის და არ ემუქრება, ხო?
თვითონ ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთმა მიიღოს გადადგას ის ნაბიჯი, რა ნაბიჯის გადადგა უკრაინას მიმართებაში. თვითონ ემზადებიან რუსეთს ამ. თვითონ ყველაფერს აკეთებენ. ეხლა მათმა დაიწყეს აქტიური მომზადება. ქმნიან, ესე იგი, გაერთიანებულ სამხედრო კონტინგენტს, ევროპულ გაერთიანებულ კონტინგენტს ქმნიან, რომელიც მათ ევროკავშირი არ იყო ეს სამხედრო კონტინგენტი, ეს იყო ეკონომიკური კავშირი იყო, მაგრამ ეხლა უკვე ახალი გამოვიდნენ თქვენს, რომ აი ახალი რეალობიდან გამომდინარე ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს სამხედრო კონტინგენტის შექმნა. არაფერი არ გამოვა. ხო, ამავდროულად ღიად აცხადებენ და ღიად აკეთებენ გაცხრებას ბირთვულ, ესე იგი, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპელები. ეს ხო არ არის მათი მხრიდან რაღაც მართლაც როგორც უკრაინასთან მიმართებაში გააღვიძეს და დააწყებინეს მოქმედება და ხომ არ არის ეს მათი მხრიდან წაქეზება და ხომ არ არის მათი მხრიდან აი რომ ძაღს უჩიჩქინებ და ბოლოს ღობეს გადმოახტება და გეტაკება და გიკვენს, გაიგე და დაგლიჯავს. ასეთი ფორმით ხო არ აკეთებს დღეს ევროპა ამას და თუ აკეთებს მათი გამოუცდელობიდან გამომდინარე გამოდის ეს თუ შეგნებულად ხდება რაღაცების კეთება. ბატონო დრისთან, ამდენი ხნის განმავლობაში შორითია ომი მიმდინარეობს და პუტინს ომის მიმართ რაიმე განცხადება არ გაუკეთებია. არ ჩარეულ არც ამერიკის მხარეს არა. პირდაპირ განაცხადა გააკეთო მე მხარს უჭერ ირანის დამოუკიდებლობას ეს ირანის მიმართ. ეგ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, მაგრამ არ დაუგმია არც ამერიკა დაუგმია, ისრაელი გააფრთხილა რომ არ გაბედო რაღაცა ატომის მაგვარი. ეს ორი რაღაცა, ხო? დიპლომატია საჯაროდ ეს არ გაუკეთებია, ხა? ეს მიანიშნებს იმას, რომ მადლობა ღმერთს რუსეთს ყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის ემოციებზე დამოკიდებული და ის ჩამოყალიბდა შეექმნა ერის ლიდერად და ეს ძალიან კარგია. რაც არ გინდა გააკეთონ ახლა ევროპელებმა რუსეთი პირველ ნაბიჯს ვერ გადადგავს. არ გადადგავს. არ ჭირდება უბრალოდ. დიახ. იცით რატო არ ჭირდება? პირველ რიგში ეს სოფლოში მართლა ერთი პოლიტიკოსია და ლიდერია პუტინი. აი ვისთან უნდა დაждდეს? ტრამპი ხო სულელია. ევროპელი ლიდერები ახლა სარკოზს და რა უნდა დაждდეს? იმას რა ქვია? მაკრონთან რა უნდა საკუთარი მეუღლელა ხავდა ახლა იმ კაცთან თავმოყარი პრეზიდენტი არც უნდა დასხდა და არც უნდა ისაუბრა. ნუ ახლა გერმანული ესენი ფაშისტები არის. ისინი ფაშისტებია და რუსეთი არც უნდა დაждდეს ფაშისტებს და არ უნდა გაისაფროს, ხო? ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერი ნიერიბა ნიმიას არ რუსები რო ეთქვა რა არც თევზია და არც ის არის. მათი მხრიდან ეხლა ეს რუსეთის მიმართ აი ერთგვარად ამერიკის რაღაცა საწინააღმდეგოდ რომ ხო გახვალ ჩვენ აქ და ანუ ჩვენ ტერიტორია ჩვენ თვითონ დავიცავთ და თქვენ აქ უკვე ვეღარ იქნები დომინანტი რა ანუ ახლა რა არის ეს კი ახლა შეხედე რა მე ახლა მაინც ყოველ შემთხვევაში ასე ვხედავ ამას შეხედეს მათმა რომ ამერიკის შეერთებული შტატები და გამოცდილება აქვს მაგისის ტრამპის მხრიდან რომ მან თქვა სიტყვა და ავღანეთიდან ჯარები გამოსვლა გეიყვან ავღანეთიდან ჯარები და მართლა ჩუსტებიან ხალხი არ აუღია კაცო ავღანეთი ეგეც არ არის იქ უკვე მათი უმოქმედებიდან გამომდინარე და მათი მიდგომებიდან გამომდინარე და ეტოპობრივად კონტინგენტის გაყვანიდან გამომდინარე მომენტი ნახეს ამ ჩუსტებიან ხალხმა და დაიკავეს ეს ყველაფერი ხო ხელში არის მთელი ტექნიკა ეს დაინახა რომ გააკეთა ტრამპმა და დარწმუნებული არიან იმაშიც რომ მოვა დრო და შეიძლება ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდეს ევროპაც და ამიტომ უკვე წინასწარ უკვე ამზადებენ იმას რომ როგორმე მათმა დაიცვან თავიანთი თავი და ამას ღიად იძახენ უკვე ჩვენ დავიცვათ ჩვენი თავი და უნდა შევხვდეთ ჩვენი ძალებიო კი ბატონო შექმნან და ერთმანეთ დაცულ ამაში პრობლემას ვერ ხედავ მაგრამ კიდევ ერთხელ გემოვნებ ევროკავშირის შეერაღებული ძალა რუსეთთან არის ამ ხელა არაფერი არ არაუბარის რა კი ეს ერთი მეორეც არის ბევრი საკითხები რომელიც ჩვენამდის არც მოდის არანაირი ინფორმაცია არც გაკვრითი და არც გამოკვრითი და ვერც ანალიზი ვერ გააკეთე მაგრამ ჩემი აზრით რაღაც არის ნიშნები რომ ამერიკა უკვე თმობს უკრაინას უკრაინის დათმობა ამერიკა რომ უკრაინა დათმობს ის იმას ნიშნავს რომ ევროპელი ლიდერები ფულს ვეღარ გააკეთებენ და ყველაზე მეტად უკრაინაში ომის დასრულება არ აწყობთ ევროპელი ლიდერებს. იმიტომ კი არა რომ უკრაინელი ხალხი ეწოდება და იმიტომ რომ ფულს ვეღარ გააკეთებენ. და ევროპის ლიდერები ყველა დარწმუნებული იმაში რომ რუსეთი მათი თავდასხმის არ დაესხმება თავს.
ეხლა მეორე საკითხია. მე ვთქვი რომ მაშინ ადოჭირდებათ ეს ამ ხელა კონტინგენტის შექმნა და ამ ხელა ხარჯები. ბატონ ტრისტან, რომელიმე სხვა მოეკითხება იმათაგანს? ეხლა მართალია რომელიმეს მოეკითხება? მე დარწმუნებული ვარ, იქ რო ყოფილიყო ახლა მერკელი გერმანია. ის სხვანაირად მიუძღებოდა. სხვანაირად მიუძღებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ის იტყოდა, რომ ევროპას არ ჭირდება არანაირი ქოლგა, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენ თავზე დამსმელი არ არის. იმიტომ მერკელი არის პოლიტიკოსი, მერკელი არის ადამიანი, რომელიც გედერშია გაზრდილი, არ აქვს ნაცისტების ძირი ფესვი და საგად მოაზროვნე ქალი, სხვათა შორის და ჩემი პატივისა მის მიმართ. ეხლა ნახოთ ერთი რაღაც. მე ვთქვი, რომ პუტინს სიტყვა არ ამოუღიავთ. ეხლა ახლოვდება 9 მაისს. მე დარწმუნებული ვარ 9 მაისს მარტო გამარჯვებაზე არის საუბრის პუტინი. პუტინს ეკნება ძალიან მახვილი გზავნილები ევროპის ლიდერების მიმართ, უკრაინის მიმართ და ამერიკის შეერთებულის მიმართ. ზოგადად როგორ ხდება პოლიტიკაში? პოლიტიკოსი ითმეს, აკვირდება და როცა მოდის დრო, თქმის, რომ იმ თქმას ძალა ჰქონდეს და წონა ჰქონდეს. მაშინ იტყვის. ეხლა 9 მაისს რომ მთელი მსოფლიო აშუქებს. კი. ტელევიზიები აშუქებენ და მე ველოდები საკმაოდ ანუ თქვენ საკმაოდ ძიმე განცხადებებს მოლოდინში ხართ პუტინის მხრიდან ძალიან გამაფრთხილებელი და ძიმე განცხადებები. ძალიან გამაფრთხილებელი, ოღონდ ისეთ გამაფრთხილებელი იქნება ბატონ ტრისტან, რომ პუტინი კაცია, რომელიც იტყვის ასრულებს. რა ეხლა 9 მაისს შეეხეთ თქვენ და არ მინდა რომ მეც რომ არ გითხრათ ეხლა და არ შეგიშოთ ეს შეკითხვა. 9 მაისს ახლა გარკვეული ლიდერები ღებულობენ მონაწილეობას, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აი გამარჯვების დღის ამ ეტაპისათვის თვალწები 5 ლიდერი. ხო, ну რა ვიცი, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერმა გამოთქვა, ფისოვ გამოთქვა, რომ მე მივდივარო, მაგრამ მის ამ განცხადებას მოყვა საპასუხო განცხადება ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ ჩვენ მას დავუკიდავთ საჰაერო სივრცეს. ანუ მას არ აძლევენ იმის უფლებას, რომ ევროკავშირი არ უხსნის საჰაერო სივრცეს იმისათვის, რომ ის ჩავიდეს მოსკოვში და ჩავა ბიძო მოსკოვში და დაესწრება. და ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს, ფაქტიურად ეხლა ჩვენ აღნიშნეთ, რომ ისინი არიან ფაშისტების დამოავლები, ისინი აბსოლუტურად იგნორს უკეთებენ ყველა იმ ადამიანებს, თვითონ თავიანთ მაცხობელ ადამიანებსაც, ვინც გმობს ფაშიზმს და ვინც ეწინააღმდეგება მათ იდეოლოგიას და შესაბამისად აი ეს ევროკავშირის ლიდერები დაადგენს სწორედ იმ ფაშისტური იდეოლოგიის და პოლიტიკის გზას. რევანშის სახით. ხო, რევანშის სახით უკვე უნდა ამიტომ ამბობ, ნახეთ, ხომ არ არის ეს ძალების შექმნა რევანში და რევანშის მცდელობა იმისა, რომ განმეორდება 45 წლის. აი მას ვამბობ, აი ზუსტად ამას გეუბნებით რა ახლა. დღევანდელი ქმედებაც ის, რომ სომხეთში შეიკრება ევროპელი ლიდერები, ხო? ამით სომხეთმა თავისი მომავალი დაასრულა. თავისი მომავალი დაასრულა თვალსაზრისით, რომ პუტინი რა დათქო, რა დატვით ოქონდა დღეს არანაირ წინა პოლიტიკურად რამე მოიგო ამით სომხებმა? ვერაფერი ვერ მოიგო. აბსოლუტურად ვერაფერი ვერ მოიგო. პოლიტიკურადაც წააგო. ის ამორჩეული მას, ვინც ყავდა, ის მას ხმას მაინც მიცემდა. ეს იყო პიარი, რომ არჩევნებში, ივნისში არჩევნებში რაღაც ხმები მოეგროვებენ ამით. არჩევნები მეგობრით ვარშავი უმოკლეს ხანში ტარდება. ხო, ივნისში ტარდება. ეხლა როგორც ტრამპმა მხარი დაუჭირა ორბანს და წააგო, იგივე შედეგი ექნება ფაშინიანს. ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა არის რუსეთზე როგორ იცი, აი გამოწვევების სროლა. მაგრამ კაცო, სომხეთი აი ამ ხელახლა ვის ებძვი, რას ებძვი, ან რა შედეგსელი გაზი გაუძვიროს. ნავთობს გაუძვირებს. კლდენა ჭამო. სომხეთში კლდის მიწა არ არის. ხო, კლდეა ყველგან. მიწაც არ არის, რომ ისქრა, ხო? დათეს რაღაცა მოიგო. მაგრამ ასე თანამდებობაზე შეყვარებული ეს კაცი ხუპავს სომეხებს.
ეხლა სხვადასხვა არ გაიგო არა პუტინის ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება და არც არასდროს არ ვიქნებ მაგის ადვოკატი, მაგრამ მე ჭეშმარიტად პოლიტიკოსად ვარ და პოლიტიკურ შედარებას ვაკეთებ. თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ამ წკიპურს პუტინი გადაკლაპავს? გამორიცხულია. არ გადაკლავს. ამ ტინგიცობას, რომელი ტინგიცობა? ამ ხო ტანგოს ცეკვას აკლა ერევანში ტანგოს ცეკვავენ ერთმანეთთან. აბა ამას არ აპატიებს. და ამით მე სომეხი ხალხი მეწოდებათო რომ პაშინიანს ეხლა რა არის იცი ნახე მე არ შემიძლია რომ შევეხო ამ საკითხსაც, იმიტომ რომ მართლაც აგერ შენ მოიწვიე და მიიღე ის ადამიანი, რომელი ადამიანის დღეს პირდაპირ არის რუსეთის წინააღმდეგ მე ზელენსკის ყველა მარტო თუ არა პირადი მტრები არიან იმისა ყველა პირადი მტრები მიიწვიე იქ ხო ეხლა ნახეთ რა ხდება ზელენსკიზე აღზრული არის ზელენსკის წინააღმდეგ აღზრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთში ხო და მთელი ეს უამრავი ეს დანაშაულებები და მთელი ის ხო ამ დროს ეხლა ზელენსკი ჩადის სასონხეთში სადაც დგას აეროპორტში მე ვარ პირადად ნამყოფი და ნახველი მაქვს ჩემი თვალით მესაზღვრეები რუსებისგან სომხებთან ერთად ამას როგორ მიიღო ეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილის დირექტორმა რომელიც ეს დგას იქ და შესაძლებელი იყო თუ არა და შეეძლოთ თუ არა მათ დაუშვათ ზელენსკის ჩამოსვლა რაღაცნაირად ხელი შეეშალათ ან ქონდა თუ არა დაუშვათ რუსეთის პრეზიდენტს იმის განკარგულების გაცემის საშუალება და ბრძანების ისა რომ ბორტი რომელიც პირველი ბორტი უკრაინის არ დაესვათ სასუნხეთის აეროდრომში. მე წაგავთქვი პუტინი არის დიდი პოლიტიკოსი. პუტინს შეეძლო როგორც გადმოკვეთა კავკასიის საზღვარი იქიდან ბიტუმენის კავკასი სახელოს იმის საკონტროლო იქიდან შეეძლო იძულებით დაეჟნა მოსკოვში ზელენსკის. ჰაერში აიყვანა. მართლა გეთახმებით. მაგრამ პოლიტიკოსობა ცოტა სხვა რაღაცა. მან ეხლა იცი რა მოყარა ყველა ერთად. დიახ. ალბათ წერისაც გავაგზავნე. ითათმირეთ თუ რა. და მე ყველას ერთად ჯამში მოვკვრით თუ რა. მას შეეძლო ყველაფერი გააკეთებია, მაგრამ მათ დონემდე არ დავიდა. ამით კიდევ ერთი ხაზი გავსვა იმას, რომ მე ვარ პოლიტიკოსი. სახელმწიფო მართველი, რეალური სახელმწიფო მართველი. სახელმწიფო მართველი და დრო როცა მოვა, მაშინ დაგიჭერ და მაშინ გაცემია პასუხი, გასცე პასუხს. ანუ ჯერ მან ნადრევად ჩათვალა. რა თქმა უნდა. არა, ზელენსკის ბეზმე კაც არ უსურვებს, საკაშვილსაც კი არ უსურვებ, იმას ისეთი ბედიეროდა რომ მეტი არ შეიძლება. მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებ ბატონთვის და დავერო 9 მაისის განცხადებებს და რა განცხადებებსაც გააკეთე. საინტერესოა რა განცხადებებს გააკეთე. მე მათავდაც, იმიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ეს მთელი 2-3 თვე ეს კაცი დუმს. აი მე განცხადებებს არ აკეთებს. არც სადმე შეხვედრა არავისთან არა. ის რომ ახლა წინადადება წამოვიდა იმ სპარსეთის ყურიდან რომ რუსეთთან ერთად დავიწყოთ მუშაობა ჩვენ შევქმნათ ჩვენ თავდაცვითი მექანიზმები მილიარდელები წერენ რომ ჩვენ ხო დავინახეთ რომ ამერიკა დაგვიწვა. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ ძალიან კაცრი კონკრეტული გაფრთხილებები წავა ევროპის მიმართ. არა მარტო ევროპის მიმართ, ამერიკის მიმართაც. და კარგი იქნება თუ 9 მაისის შემდეგ პირველ გადაცემა მე და შენ განვიხილავთ მაგას. კი ბატონო, აუცილებლად ძალიან კაცრი გაფრთხილებები იქნება, მიზანმიმართული გაფრთხილებები იქნება და კონკრეტული გაფრთხილებები იქნება. კონკრეტულ ლიდერს კონკრეტული გაფრთხილებები იქნება. მე თქვენ აუცილებლად მეც ვადემე თვალყურს არა განცხადებებს გააკეთეს, ეს საინტერესო არის, ეს და ჭირდება ჩვენ მთელი მსოფლიო ელოდება პუტინის 9 მაისის და კიდევ ერთი თავარი არის უკრაინის პრეზიდენტი რომელიც მტრულად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად ამიტომ ის განცხადებებს მეორე ფრონტის გახსნა უნდა და ყველა რევოლუციებში ჩართული იყო და სახელმწიფო გადატრიალებებში და რა ვიცი ომში და უბედურებებში და იქიდან ისე ტერორისტების გამოშვება რა ვიცი ხან ტერაქტების ჩატარება ამაში ყველაფერი ჩართული იყო ზელენსკი გაიგე და ჩართულია ეხლაც და უცებ მოხდა რა მოულოდნელად მივიდა და ასე უსინდისოდ უნამუსოდ ჩვენ პრემიერ-მინისტრს ჩამოვარდა. გაცია ხალხი იქ. გაცი გამოწია ხელი ჩამოვარდა გვერდით დაუდგა. რას ნიშნავს ეს რა იყო რა გააკეთა რა ნაბიჯი. უზრდელია რა ეხლა რა არანაირი. და რაიმე პოლიტიკური მასში ჯდება მასი მოქმედება. არა ეს პოლიტიკური ეთიკა ზდება ხოლმე რა. ჯერ
მაზე დიდი ლიდერები იდგა და კაცია გამოწია და რაღაც ტენგიცობს, კლაუნობს რა. მე მაგალითად დღეს ძალიან მოხარული ვიყავ. მე შეიძლება ერაკლი გობახიძეს და მქონდეს რაღაც გარკვეული უთანხმოებები, კითხვები, რაღაცა. დღეს სიამაყეს გზნობით უყურებთ ტელევიზორს, როცა ვხედავდი რომ სააკაშვილით ეს კი არავის და ხდებოდას რა. ჩვეულებრივად იდგა და მასთან მიდიოდა. თავდაჯერილად. მაკრონის მივიდა მასთან. მას ეს კი არ დარბოდა თხას. მაკრონის მივიდა მასთან. ყველა ლიდერი მასთან მივიდა და ეს კი არ დარბოდა რაღაც სააკაშვილის ცხერის ნაბიჯებით რაღაცა და ყველას ეტენებოდა ბოდიშჩამს. კი, ვარ. ეს თავდაჯერებული თითქოს და მასთან მიდიოდა ლიდერები. ავიდა მას მითითებულ ადგილას დაეკავა თავის ადგილი და გაეკარეს უკრაინის პრეზიდენტი გიღამისი გერმანიის კანცლერის უხევის პრეზიდენტ პრემიერი გადააკვირა. ვარა, კი, ორი მომენტი იყო, მან ერთი იყო, როდესაც ის ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონ ბოჭორევიჩთან ერთად იდგა კობახიძე და ამ დროს მივიდა და რაღაც ხელი ჩამოართვა, ერთმანეთს გაესაუბრენ და მე გვერდით ავდგა სურათები გადაიღო. მე მეორე ბოლოს ეხლა როდესაც უკვე კოლექტიური სურათის გადაღება მოხდა, მაშინ მიწი მოწიას უყელა, ხო და მაგას ზელენსკი, ხო. ჯერ ერთი უზრუნველობა რა, ეხლა წკრივში სურათს იღებ, შეზე დიდი ლიდერები დგან და ეუბნები რომ ერთი გადი რა, უნდა ჩამოართვა ხელი რა. აი ეს ხوار ნიშნავს იმას რომ ზელენსკი არა პრინციპში ეხლა მაგი მე ჩვენ მაგას ვერ გავიგებთ ვერასოდეს. არა მგონია რომ ზელენსკი ახლა გაათვის ცნობიერად თავისი ეს დადანაშაულები და ხო მაგრამ ეს ხوار ნიშნავს იმას რომ ამის ამ ნაბიჯების გადადგმას მოყვეს შემდგომი რაღაც გარკვეული მუშაობა იმასთან დაკავშირებით რომ მას რაღაც სურვილი გაუჩნდეს საქართველოში ვიზიტისა და შეხვედრა არა გამორიცხულია მაგას არ დაუსვებ ზელენსკი მიცის რომ მისი წასვლის წუთები ათვლილია და ჩემი საზრით ეს ჟესტი იყო რომ რაღაცნაირ კავშირი მაინც საქართველოს ხელისუფლებასთან მქონდეს რომ რაღაცა აქ შემოესწრებოდეს რა ბატონო ზელენსკი საქართველოში არ ჩამოვა ამაში ორი აზრი არსებობს ჩვენ მას არ ველოდებით და ხალხი მას ქვები დახდება ეს იცის მაგ კი მე დარწმუნებული ვარ იმაში ყველა გამოვალ და ქვებს დაუშვებთ მან ძალიან ბევრი შეურაცხყოფები მიაყენა საქართველოს მით უმეტეს მაშინას როდესაც ის კლოუნობდა რა ჩვენ მოსკოვში რა დაქცინი და სააკაშვილის კლოუნობდა ხო კლოუნობდა აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს არც ეთიკური იყო დიპლომატიურად არანაირად რაღაცა ისე როცა ასეთ შეხვედრებზე მიდიან იქ პროტოკოლი განსაზღვრავს ვის უნდა ჩამოართვა როგორ უნდა ჩამოართვა და ასე შემდეგ ეს ამას ნუ მეორე სააკაშვილია რა არც სააკაშვილი არ იცავდა პროტოკოლს და პაშენიანი პროექტი ერთი მამა ყავთ მაგათ გაიგე რაშია საქმე ერთი მამა ყავთ აი ეს ერთი მამა ყავთ მაქსიმუმ კი ბატონო ბატონო ჯუბე ძალიან საინტერესო იყო თქვენთან დღეს ლევანდელი საუბარი რადგან მე ყოველთვის ვამბობ იმას რომ თქვენ ძალიან სწორად ხედავთ ყველაფერს და სწორი პროგნოზები კეთდება და მოდი დაველოდოთ 9 მაისს და 9 მაისს დაველოდოთ და ნახოთ რა მოხდება, რა განცხადებებს გააკეთებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი პუტინი და ამის შემდეგ მე სიტყვასთან ჩვენ დავჯერებით და განვიხილოთ 9 მაისს განვიხილოთ ვოლოდინი მაკრო სოფლიოში ბევრი რაღაცა პოლიტიკურად გეოგრაფიულად არ გვაქვს პოლიტიკურად ბევრი რაღაცა შეიცვლება. დადებითად ნუ შეიცვლება ყველაფერი. ასე რომ ძვირფასო ტელემაყურებლებო და მე მინდა ხელისუფლებას უთხრა რომ აი ესე მყარად დადეკით რა. ტენგიცობა არავის არ შეშვილეს, როიცოდეთ მით უმეტეს პოლიტიკოსებს არ შეშვილეს და სახელმწიფო მმართველებს არ შეშვილეს ტენგიცობა და ამიტომ როგორც დგეხართ ახლა და როგორც ხართ თავდაჭერილები იყავით თავდაჭერილები რომ ვიღაცამ თავში არ წარმოგარტყათ და არ წარმოატყუებინოთ თქვენი ფენებებიდან გამომდინარე. მადლობთ რომ ვიყურებთ ფიქრასო ტელემაყურებლებო, კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.